5 დაღუპული და 12 დაშავებული. იერუსალიმში ხალხმრავალგზა ჯვარედინზე თავდასხმა მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სამგზავრო ავტობუსს გაუხსნა. მოგვიანებით თავდამსხმელების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა საპასუხო სროლით მოკლეს. ისრაელის სამართალდამცავი უწყების ცნობით თავდამსხმელები დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები იყვნენ. ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. კახაკალაძე ამბობს, რომ ლაშა ბასლანძე მისი მეგობარია, თუმცა თემას არ იცნობს და მომხდარზე კომენტარს ვერ გააკეთებს. კალაძე არც ვიდეოს ნახვის შემდეგ პასუხობს კითხვას, რატომ არ არის დაკავებული ბასლანძე, რომელიც კადრებში შეიარაღებული ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ლაშა ბასლანძემ რესტორან გვერდში მეწილე ზურაბ ტიბოას ცემა, შემდეგ კი უმისამართოდ ისროლა. ის გვიან ღამით გამოიკითხა და პოლიციის განყოფილება დატოვა. გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, თუმცა ამ სწრაფი ტემპის დაჩქარებაც არის შესაძლებელი. კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებსაც გადაასწრო. ბათუმში დაკავებული სტუდენტი ანრი კაკაბაძე თავისუფალია, მან საპატიმრო დღეს დატოვა. კაკაბაძე სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდნენ. 25 ივლისს გამართულ სხდომაზე კაკაბაძეს 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. მასთან ერთად დაკავებულები კი 18 და 15,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.